მოგესალმებით მეგობრებო, ქორუმი გვაქვს. Შეგვიძლია დავიწყოთ აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხდომა. დღის ეს რიგით გათვალისწინებული გვაქვს ერთი საკითხი. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 15 ოქტომბრის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების ცვლილების წერილის შეთანხმება. ეს შეთანხმება ეხება წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროექტს. მოხსენებელი გახლავთ ქალბატონი მზია გიორგობიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ქალბატონო მზია წარმოადგინოთ საკითხი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სასესხო შეთანხმებაში ცვლილება, რომელიც გაფორმებული არის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის. ეს არის ნომერი პირველი ცვლილება აღნიშნულ შეთანხმებაში, როგორც უკვე აღენიშნა წერილი შეთანხმების ბით ფორმდება აღნიშნული ცვლილება. სასესხო შეთანხმება თავის დროზე გაფორმებული არის 2020 წლის 15 ოქტომბერს და ცვლილება შესული არის მიმდინარე წლის 28 თებერვალს. აღნიშნული სასესხო შეთანხმების ფარგლებში ხორციელდებოდა ქალაქ თელავში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის უზრუნველყოფა. ამ თვალსაზრისით სამუშაოები სრულად არის დასრულებული. ცვლილებით წარმოდგენილი არის სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული ცეცხლის ჩამორიცხვის ხელმისაწვდომობის ბოლო ვადის გადაწევა 2 წლის ვადით და აღნიშნული დრო გამოყენებული იქნება ცეცხლის ფარგლებში დარჩენილი თანხების ათვისებისათვის, რომელიც მიმართული იქნება სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად და ტექნიკის შესაძენად, რომელიც მიმართული იქნება როგორც უშუალოდ თელავის სერვის ცენტრისათვის, ისევე ზოგადად წყალმომარაგების კომპანიის მომსახურების გაუმჯობესების თვალსაზრისით. ცეცხლის პირობები არ იცვლება, როგორც მოგეხსენება, ცეცხლის ხანგრძლივობა იყო 23 წელი და შეღავათიანი პერიოდი არის 14 წელი. ცეცხლის საპროცენტო განაკვეთი ისაზღვრება უშუალოდ ჩამორიცხული ცეცხლის თანხის ოდენობით ჩამორიცხული ცეცხლის მომენტისათვის არსებული კურსით. შეიძლება იყოს ცვლადი ან ფიქსირებული და იმ მომენტისათვის ისაზღვრება, თუმცა შესაძლებელი არის რომ მიმული იყოს როგორც ცვლადზე, ასევე შეიძლება რომ იყოს ფიქსირებული გადასახდელი და ცეცხლის ვალდებულების გადასახდელი გვაქვს ასევე აუთვისებელ თანხაზე ჩამოურიცხავი თანხის 0.15%. ესე იგი, როგორც აღნიშნეთ, ცეცხლის დახურვის ვადა გადაიწევს 2 წლით, ამ ეტაპისათვის დახურვის ვადა იყო 2025 წლის 30 ივნისი და შესაბამისად გადაიწევს 2 წლით. ამდენი დრო არ დაგვჭირდება იმისათვის, რომ ეს სამუშაოები დავასრულოთ, ანუ შესყიდვები დავასრულოთ და გაცილებით უფრო სწრაფად შევძლებთ ამის განხორციელებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონ მზია, როგორც მივხვდი, ეს დრო გჭირდებათ, რომ დამატებით ტექნიკის შეძენა მოხდეს, რომელიც არა მხოლოდ თელავს, არამედ ზოგადად, რადგან თელავზეა საუბარი, ესე იგი რეგიონსაც მოიმსახურება. წყალმომარაგების კომპანიის მფლობელობაში იქნება, ხო? უშუალოდ თელავისათვის იქნება წყალმზომები, რომელიც უკვე შესყიდულია და დამონტაჟება მიმდინარეობს, ამ ფიზიკური სამუშაოები ხორციელდება და მთლიანად რეგიონისათვის იქნება ტექნიკა. ისევე როგორც მთელი საქართველოსთვის იქნება გარკვეული რაოდენობით მძიმე ტექნიკის, რომელიც უკვე მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები და ეს მოწოდების პერიოდი, რაც დაგვჭირდება, ის იქნება საჭირო. ეს ორივე მხარესთან შეთანხმებულია, როგორც ჩვენ, ასევე ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან. კეთილი, რამე კითხვები ხო არა გაქვთ? კი, მხოლოდ ვადის გადაწევაზეა საუბარი და როგორც მოხსენებები მაბრძანა, ეს ვადა 2 წლით გრძელდება, მაგრამ შესყიდვის პირობებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ უფრო ადრე მორჩება და შესაბამისად შეიძლება სრული 2 წელი არ იყოს საჭირო, რომ ეს შესყიდვის პირობები, ასე ვთქვათ, ჩაიხუროს. კეთილი. თავ კენჭის ყრაზე ვაყენებთ. ვინ არის მოხრე? წინააღმდეგი არ ყავს. დიდი მადლობა. კომიტეტის ხდომა დასრულებულია. ერთი საკითხი მინდა კიდევ, ეს დღის ეს რიგში არ არის კომიტეტი